სოფიოს მამებო, თქვენი პასუხისგებლობაა დაიცვათ თქვენი ქალიშვილები იმ სიგიჟისგან, რაც დღესდღეობით ხდება ამ სამყაროში, რადგან ამ ეტაპზე სისტემა ამას არ გააკეთებს. და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ერთ შემთხვევაზე, რომელმაც ჩემი სისხლი აადუღა, რადგან ეს არის ახალდაზრდა ქალის ისტორია, რომელსაც მისმა უბერის მძღოლმა გააუპატიურა. გამოიცანით, რამდენი წლის იყო უბერის მძღოლი და რომელი რელიგიური მიმდინარეობის ნაწილი იყო ის. მამამ სცადა რაღაც გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით და ყველაფერი თავდაყირა დადგა. მამებო, დაიცავით თქვენი ქალიშვილები, რადგან სისტემა ამას არ გააკეთებს. მოგესალმებით pushback-ში, მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყოთ გამოწერის ვილაგზე დაჭერა, რომ ამ ვიდეოს მხარდაჭერა გამოუცხადოთ როგორც საჭიროა. მოემზადეთ. აი ისტორია. 58 წლის მუსლიმი უბერის მძღოლი აჰმედ ალი სავარაუდოდ გააყალბა ჩამოსვლის დრო. თრალი თეთრკანიანი გოგონა მიყვანა მიღრუებულ ადგილას და მასზე იძალა და როცა მას შარვალი ჩამოხსნილი ჰქონდა. მისმა მამამ ტელეფონით მისი ადგილმდებარეობა დაადგინა. დაცებელი დანაშაულის დროს დააკავა და ოჯახთან ერთად ჯოჯოხეთი დაატეხა თავს. ალი მძიმედ სცემეს. გასროლებიც იყო. პოლიცია მას ბრალი წაუყენა გაუპატიურებასა და გადაცებაში, მაგრამ პროკურორებმა ყველა ბრალდება მოხსნეს. მიზეზად არასაკმარისი მტკიცებულება დაასახელეს. ნამდვილი მამები თავიანთ ქალიშვილებს ნებისმიერ ფასად იცავენ. ქალებო, არასოდეს ენდოთ ტაქსის აპებს უსიტყოთ. თქვენ რას გააკეთებდით? მე მაგალითად უკვე წელში ამომივიდა პროკურორები და სამართლებრივი სისტემა, რომლებიც გამაუპატიურებლებს საშუალებას აძლევენ დაუსჯელად დარჩნენ. აი, სწორედ ამიტომ გჭირდება ძლიერი მამები, მეგობრებო. სწორედ ამიტომ გჭირდება ძლიერი მამები. 58 წლის აჰმედ ალი უბერის მძღოლი, რომელსაც საშინელ დანაშაულში ადანაშაულებენ. სადაც ისინი ითხოვენ, რომ სასამართლომ დაადგინოს საკმარისი საფუძველი მეორე ხარისხის გაუპატიურებისა და პირველი ხარისხის გატაცებისთვის. დაზარალებული აჰმედ ალის როგორც ტაქსის აპის მძღოლის მომსახურებას ეკრძნობოდა, რათა უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო. დოკუმენტების მიხედვით აჰმედ ალიმ თავისი უბერის აპლიკაცია გამოიყენა იმის საჩვენებლად, თითქოს დაზარალებული ჩამოსვა. შემდეგ კი აქ ოლიმპიის გარეთ იზოლირებულ ადგილას მიიყვანა და გააუპატიურა დაზარალებული. ის შიშობს, რომ თუ აჰმედ ალი გათავისუფლდება, ან გამოთქვა, რომ შეეშინდება თუ ის გათავისუფლდება. გულისხმობ დიახ, მან გოგონა იზოლირებულ ადგილას წაიყვანა, რომ გაეაუპატიურებინა და ახლა უკვე საუბარია იმაზე, რომ შეიძლება გაათავისუფლონ. ეს ხუმრობაა. დოკუმენტებში წერია, რომ სვერპლის ოჯახი მაშინ შეშფოთდა, როცა ქალი სახლში არ დაბრუნდა. მამამ თავისი ტელეფონით ქალიშვილის ადგილმდებარეობა მოძებნა და თავდასხმის ადგილზე მივიდა, სადაც მსხვერპლი შიშველი იჯდა ალის მანქანის უკანა სავარძელზე, ხოლო ალი წინა სავარძელზე ბრუნდებოდა და ცდილობდა შარვლის ამოწევას. სიტყვასიტყვით, ახლა ყველა მამას უნდა ერეოდეს გული და ძალიან გაბრაზებული უნდა იყოს, რადგან თუ ეს თქვენს ქალიშვილს დაემართებოდა, უბერის მძღოლი. არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ბრალდებული ჩაიდენს ახალ ძალადობრივ დანაშაულს. ეს ეფუძნება ამ ბრალდებების ხასიათს. დოკუმენტების მიხედვით მსხვერპლის ოჯახმა ალის ცემეს და გაისროლა მინიმუმ 2 ტყვია. გამომძიებლების თქმით, ალის სცადა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსმა უთხრა, დახმარება გჭირდებაო. სასამართლოში ალის ხელებზე ჯერ კიდევ ჰქონდა სახვევები. შეტევის ადგილთან ახლოს მე ვესაუბრე ერთ მამას, რომელმაც მითხრა, საშინელია, როცა სხვის ქალიშვილს ასეთი რამ დაემართა, მამის დღის შაბათ-კვირას. იცი, ჩემთვის ეს სამართლიანობაა და ეს საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. მართალია, ეს უბრალოდ საზიზრობაა, მაგრამ მიხარია, რომ მამა იქ იყო. ბრალდებული თავადაც 5 შვილის მამა. სასამართლო დარბაზი სავსე იყო ოჯახის წევრებითა და მეზობლებით, რომლებიც ალის უჭერდნენ მხარს. გამომძიებლების თქმით, ალის ქალიშვილმა თავად შეატყობინა პოლიციას მამამისის გაუჩინარების შესახებ, იმ დღეს, როდესაც მას ბრალად ცდებენ სხვისი შვილის გაუპატიურებას. რა საზიზღარი ამბავია. მაგრამ თუ გინდა იცოდე რა მოხდება შემდეგ, ნუ იდარდებ. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, რადგან ამ შეშლილებს მართლა უნდათ, რომ ის ისევ უბერის მძღოლად დააბრუნონ. მაგრამ ჯერ რამდენიმე სიტყვა ჩვენი სპონსორისგან. უნდა ვისაუბროთ Medicare-ზე, რადგან თუ Medicare-ზე ხარ დაფიქრდი, როგორ აირჩია შენი გეგმა. მიმემ შეადარა ყველა ვარიანტი და დაგეხმარა საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში შენი ექიმებისთვის, მედიკამენტებისთვის და საჭიროებებისთვის. თუ უბრალოდ რამდენიმე გეგმა მომოგწეს და გითხრეს, აირჩიეო. უეტესობისთვის სამწუხაროდ ეს მეორეა. და სწორედ ამიტომ მინდა გითხრა chapter-ზე, რადგან chapter განსხვავებული. ისინი დამოუკიდებლები არიან და ერთადერთი Medicare მრჩევლები არიან, რომლებიც ადარებენ ყველა ხელმისაწვდომ გეგმას ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ იმ გეგმებს, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწყობთ. ისინი ამოწმებენ თქვენს ექიმებს, მედიკამენტებს და პრიორიტეტებს და შემდეგ გირჩევენ გეგმას, რომელიც ნამდვილად თქვენ შეგეფერებათ. მათი მრჩევლები ხელფასზე არიან, ასე რომ ისინი ნამდვილად არ გიბიძგებენ კონკრეტული გეგმებისკენ. ისინი იქ არიან, რომ დაგეხმარონ სწორად აირჩიოთ. თუ უკვე სწორ გეგმაზე ხართ, გეტყვიან ამას. თუ არა, დაგეხმარებიან სხვა გეგმაზე გადასვლაში.
წინა წლის ხანდაზმულებმა, რომლებმაც chapter-ის საშუალებით გადაერთნენ, საშუალოდ $1000-ზე მეტი დაზოგეს. ზარი უფასოა. დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და შეიძლება თქვენ ან თქვენ საყვარელ ადამიანს ბევრი ფული და სტრესი დაგიზოგოთ და ჩვენ სწორედ ამისთვის ვართ აქ. ასე რომ, თუ გყავთ მშობელი, ბებია, ბაბუა ან Medicare-ზე მყოფი საყვარელი ადამიანი, ეს ნამდვილად ღირს შემოწმებათ. დარეკეთ chapter-ზე ნომერზე 6 106 803 337. 610-680-333-337. მოდის დავიწყოთ ფულის დაზოგვა უკვე ახლა. ბიჭებო, ანუ ჩვენ მართლა ამას უჭერთ მხარს. არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც რეალურად კარგ საქმეს აკეთებს და ცდილობს ჩვენი საზოგადოების პრობლემების მოგვარებას. მაგალითად, chapter, რომელიც ცდილობს Medicare-ის პრობლემების გადაჭრას. მაგრამ არიან ასეთი იდიოტებიც. დაუბრუნდეთ ჩვენს ამბავს. ასე რომ, Thurston-ის ოლქის პროკურორებმა უარი თქვეს გაუპატიურებისა და გატაცების ბრალდებებზე Uber-ის მძღოლის წინააღმდეგ. საქმე მის წინააღმდეგ შეწყვიტეს. Thurston-ის ოლქის პროკურორებმა უარი თქვეს გაუპატიურებისა და გატაცების ბრალდებებზე Uber-ის მძღოლის წინააღმდეგ, რომელიც ივნისში დააკავეს. შერიფის მოადგილეებმა 58 წლის აჰმედ ალი დააკავეს ნისკვალის ხეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ 15 ივნისს. დეტექტივები მიიჩნევდნენ, რომ ალი ნასვამ ქალს ტრანსპორტირებას უწევდა და შემდეგ მას იზოლირებულ ადგილას მასზე სექსუალურად იძალადა. მას შემდეგ მას წაუყენეს ბრალი მეორე ხარისხის გაუპატიურებაში და პირველი ხარისხის გატაცებაში. კარგი გაუპატიურება და გატაცება. ალბათ კარგი არ იქნებოდა ესეთი ადამიანი გარეთ გაეშვათ. როგორც არ უნდა იყოს, ქალის მამამ სავარაუდოდ ორჯერ ესროლა ალის მას შემდეგ რაც მიაგნო და ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილი შიშველი იყო მის მანქანაში. გამომძიებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ალის საკუთარმა ქალიშვილმა იმავე ღამეს განაცხადა მისი გაუჩინარების შესახებ. თუმცა პარასკევს Thurston-ის ოლქის პროკურატურის ოფისმა Fox დაუდასტურა, რომ ალის საქმე შეწყვეტილია. პროკურატურის ოფისის განცხადებით ამ საქმის ყველა მტკიცებულების, მათ შორის მანქანის კამერის ჩანაწერის გადახედვის შემდეგ, შტატმა დაადგინა, რომ ბრალდების დამტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა შეუძლებელია. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით ბრალდებები შეწყვეტილია ხელახლა წარგენის შესაძლებლობით. ოფიციალური პირების თქმით, მანქანის კამერის ჩანაწერმა საკმარისი მტკიცებულება არ მისცა საქმის დასამტკიცებლად. ბიჭებო, დააყენეთ მანქანის კამერა თქვენს ავტომობილზე. კარგი? პარასკევს სიეტლის რაიდშერის ასოციაცია შეიკრიბა კვილაში და მოითხოვა ალი დაბრუნებულიყო მძღოლად. ზოგიერთს ალის მხარდასაჭერი პლაკატები ეჭირა წარწერით ახლავე გააქტიურეთ აჰმედის ანგარიში და Uber-ი უდრის თანამედროვე მონობას. ასე რომ, თქვენ გაქვთ ამ გოგოს ისტორია, რომელიც თითქოს გააუპატიურეს და ჩვენ სინამდვილეში არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ საკმარისად ცუდი იყო, რომ მამა მიგრძნო, უნდა დაეზიანებინა ეს Uber-ის მძღოლი, რომელმაც თითქოს სახლში მიიყვანა გოგო, მაგრამ სინამდვილეში სხვაგან წაიყვანა. და ეს ხოთა შორის არავის უარ უყვია. რასაც ამბობენ ისაა, რომ კამერის ჩანაწერის საკმარისი მტკიცებულება არ იყო. ასე რომ, ასე წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი. არ ინერვიულოთ. იმიგრანტებს შეუძლიათ თქვენ შვილებს დაესხან თავს. არალეგალ იმიგრანტებსაც შეუძლიათ თქვენ შვილებს დაესხან თავს, თუ დარწმუნდებიან, რომ რაიონში მტკიცებულება არ დარჩება. თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ კამერა ამას არ დააფიქსირებს, მაშინ საქმე შეიძლება დახურონ. და არა მხოლოდ ეს, თქვენ ნახავთ, რომ მანქანების ასოციაციიდან ვიღაცები იბრძვიან იმისთვის, რომ ეს ადამიანი ისე Uber-ის მძღოლად დააბრუნან. ამას ახსნა სჭირდება. რა დაემართა ამ ოჯახს, ამ გოგოს, რა დაემართა მამას? ვინაც გმირულად მაინც მისცა ამ კაცს ის, რაც ეკუთვნოდა. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ამ კაცმა უპრობლემოს თავი დააღწია და იქ არიან სულელი ლიბერალი იდიოტები, რომლებიც მის მძღოლად აღდგენას ითხოვენ. და ჩვენ მზივართ და ვფიქრობთ, როგორ არის ეს შესაძლებელი? რატომ არის ჩვენი სამყარო ასეთი ამ ადამიანების გამო? თუ იცით ვინმე, ვინც თითქოს და მოიტაცა გოგონა, რომელიც ნასვამი იყო და სადღაც წაიყვანა და მისი ოჯახიც და გოგონას ოჯახიც დაკარგულად აცხადებდნენ და მერე ორივე იპოვეს, მაგრამ საკმარისი მტკიცებულება არ იყო. ამიტომ საქმე დახურეს. გინდოდათ, რომ ასეთი ადამიანი თქვენი Uber-ის მძღოლი ყოფილიყო? გულისხმობ, პასუხი არის არა. თუ ეს თქვენთვის აშკარა არ იყო, შეიძლება დებილების ჯგუფს ეკუთვნოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის.